რა საკითხებზე ისაუბრა მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტში მიმდინარე კონფერენციაზე. მსოფლიო სტატისტიკის ორგანიზაციის სოციოლოგიური გამოკითხვა და საქართველოს პირველ ხუთეულში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ეთერშია ქრონიკა 17-ზე, მე კეთი ქაშაკაშვილი ვარ, გაგაცნობთ ახალ ამბებს, რომლებსაც სტუმრებთან ერთად შეაჯამებს ნათია სორგია. მოგესალმებით, დღის მთავარ თემებზე ჩვენი სტუმრები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იქნებიან ირაკლი ზარქუა პარლამენტიდან და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ბრიუსელიდან. კანდიდატი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, ევროპული გამოცდილების გაზიარება და თანხმედრა ევროკავშირის პოლიტიკასთან პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ევროპარლამენტში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ამბიცია იყოს ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი ევროკავშირის გაფართოების ფარგლებში. ქეთევან ქარდავა გვერდდება ბრიუსელიდან. საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის შიდა პროცესებში და მომავლის დასაგეგმად ყველა დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა და ყოფნა იქ, სადაც ევროპული პოლიტიკა იქმნება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ვინაიდან საქართველოს სურს, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები და შემდეგ უკვე გაწევრიანდეს, როდესაც ამის შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება ევროკავშირში და იყოს სრულუფლებიანი წევრი. საქართველოს როდესაც აცხადებს და დღეს ეს განცხადება გააკეთა კონფერენციაზე მაკა ბოჭორიშვილმა, რომ აქვს ამბიცია იყოს მომავალი წევრი ამ კავშირის, ეს ეფუძნება იმ მოცემულობას, რაც არის და რეალურ წინაპირობებს. საქართველოს საკუთარი თავი მიაჩნია ევროპის ნაწილად და ევროკავშირმაც იმით, რომ აღიარა საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები და მიანიჭა კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნის მომავალი ამ ორგანიზაციაში განსაზღვრა. დღეს მაკა ბოჭორიშვილმა თქვა, რომ საქართველოს შეუძლია შეასრულოს სანდო პარტნიორის როლი, ასევე მოუტანოს სარგებელი თავად ევროკავშირსაც და ელოდება საპასუხო ნაბიჯებს ბრიუსელიდან და წევრი სახელმწიფოებიდან, ვინაიდან მოხდეს ეტაპობრივი ინტეგრაცია პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც იყო წამყვანი თემა 2 დღის განმავლობაში ევროპარლამენტში მიმდინარე კონფერენციაზე. თავად ევროკავშირი მიიჩნევს, რომ კანდიდატის სახელმწიფოებისთვის შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ერთიან ბაზარზე წვდომა. პირველ რიგში მადლობას გადავუხდი ბელგიის თავმჯდომარეობას საინტერესო განხილვის ორგანიზებისთვის ევროპარლამენტში. მე წარმოვადგენ საქართველოს, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა გასული წლის დეკემბერში და აქვს ამბიცია იყოს ერთ-ერთი წარმატებული მაგალითი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ფარგლებში. საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების 10 წლიანი გამოცდილება აქვს, რომელიც პოლიტიკურთან ერთად ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციისკენ გადადგმულ ნაბიჯებსაც მოიცავს, რაც ვფიქრობ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას. გასული 10 წლეულის განმავლობაში საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სტრატეგიული რეფორმების გატარების კუთხით, რაც უკავშირდებოდა საჯარო ფინანსების მართვას, სერვისების განვითარებას, კორუფციასთან ბრძოლას, კორუფციის ხელშეწყობას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას თუ სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას. მიუხედავად რეგიონში არსებული მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გამოწვევებისა, ბოლო წლებში გატარებული სწორი ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველზე შევძელით გვქონდეს ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენციები. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა დასაძლევი, რაც ძირითადად უკავშირდება გარემოწყვლადობის შემდგომ შემცირებას, შრომის ბაზრის ფუნქციონირების გაუმჯობესებას და სტრუქტურული სისუსტეების აღმოფხვრას. საქართველოს მოწოდებულია გააძლიეროს სატრანზიტო ფუნქცია, იყოს ევროკავშირის სანდო პარტნიორი, მათ შორის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების და მწვანე ენერგიის მიწოდების კუთხით. იმისთვის, რომ სრულად იქნას ათვისებული ის ახალი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები, რასაც საქართველოს თავაზობს ევროკავშირს. საქართველოს სტრატეგიული მდგომარეობა, ჯანსაღი მმართველობა, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო მეტად უნდა გახდეს ევროკავშირის ინტერესის საგანი. ამასთანავე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა მეტად უნდა იყოს ორიენტირებული პრაქტიკული ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობების ხელშეწყობისკენ, რაც ორმხრივად სარგებლობის მომტანი იქნება როგორც ევროკავშირისთვის, ისევე პარტნიორი ქვეყნებისთვის.
მას შემდეგ რაც საქართველოს მიიღო კანდიდატის სტატუსი და განისაზღვრა 9 რეკომენდაცია შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, ანუ მოლაპარაკებების გასახსნელად, როგორც მაკა ბოჭორიშვილი და ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, საქართველოს ხელისუფლება არის მუდმივ კომუნიკაციაში ევროკომისიასთან და ევროპულ საბჭოსთან, თუ როგორ მოხდეს ამ რეკომენდაციების დაკმაყოფილება და თემა, რომელიც არჩევნებს უკავშირდება, როგორც იცით 2024 გლობალური არჩევნების წელია, არჩევნებია ევროპარლამენტში, ევროპაში, რაც იქნება წინაპირობა იმის, რომ შეიცვალოს კომისია და საბჭო, არჩევნებია საქართველოშიც და ჩვენ დავინტერესდით თუ რამდენად ექნება ბმა ან გავლენა ამ არჩევნებს საქართველოში ან ევროპარლამენტში, საერთოდ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში იმ ანგარიშთან და დაწინაურებასთან, რომელსაც საქართველო ელოდება მას შემდეგ, რაც ოქტომბერში უნდა გამოაქვეყნოს ევროკომისიამ ახალი ანგარიში გაფართოების შესახებ. როდესაც საუბარია ევროკავშირში წევრობაზე ან ზოგადად დემოკრატიული სამყაროს ნაწილებაზე, დიდი მნიშვნელობა ექცევა არჩევნებს და იცით რომ საქართველოში ჩვენ ვიწევთ ეუთო ოდირის დამკვირვებლებს, მე იმედი მაქვს რომ ისინი საქართველოში ჩამოვლენ დროულად და მათ შესაძლებლობა ექნებათ დააკვირდნენ საარჩევნო გარემოს. ჩვენი მიზანი არის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარება და ნებისმიერი ნაბიჯი, რაც ითქმევა დღეს თუნდაც საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისკენ, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ის რისკები, რაც კითხვის ნიშნებს გააჩენს. ჩვენ გვაქვს გამოცდილება 2020 წლის არჩევნების, როდესაც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ოპოზიციამ გამოაცხადა ბოიკოტი და ფაქტიურად დააპაუზა ერთგვარად პოლიტიკური ცხოვრება პარლამენტში რამოდენიმე თვის განმავლობაში. ეს იყო საბოტაჟი და ბოიკოტი არა პარლამენტის, არამედ საკუთარი ქვეყნის წინაშე და ჩვენი მოვალეობა და ჩვენი მიზანი არის, რომ მინიმუმამდე იყოს ასეთი რისკები დაყვანილი. ევროკავშირში საქართველოს ხედავს უსაფრთხოებას და კეთილდღეობას ქართველი ხალხისთვის, ამიტომ ეს არის პროცესი, რომელიც გაგრძელდება და ეს პროცესი გაიარა ყველა იმ ქვეყანამ, რომელიც ახლა წარმოადგენს ამ დიდ ძლიერ ევრობლოკს და ასევე საუბარი, რასაც დაეთმო ევროპარლამენტში, ეს არის ევროკავშირის ერთიანი ბაზარი, რომელიც აერთიანებს 27 წევრ ქვეყანას, ასევე ისლანდიას, ლიხტენშტეინს, ნორვეგიას და ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე შვეიცარიას ერთიან ეკონომიკურ ბაზარს ევროპაში 30 წელი გასულ წელს შეუსრულდა და ახლა მიზანია, რომ გარდამტეხი იყოს შემდეგი ეტაპი, ვინაიდან ამ ბაზარზე დაუშვან ის კანდიდატები, რომლებიც მზად იქნებიან ამ ვალდებულების ასაღებად. მადლობა კეთი კარდავას. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშნას ულოცავს. რიში სუნაკი ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა, ხაზს უსვამს რუსულ აგრესიას და გამოხატავს მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ბატონო პრემიერ-მინისტრო, გულთბილად მინდა მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. ვამაყობ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა. ჩვენი ურთიერთობის სიახლოვე ასახულია საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში, რომელიც პოლიტიკურ, უსაფრთხოების, კომერციულ და კულტურულ კავშირებს მოიცავს, ისევე როგორც უორდროპის სახელობის ყოველწლიურ სტრატეგიულ დიალოგს. კარგად ვიცი, რომ ღრმა რეზონანსი აქვს უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ და სასტიკ ომს ქართველი ხალხის ცნობიერებაში. ის მტკივნეულ მოგონებებს აღძრავს და შეუპოვრობის ისეთ გამოწვევებს აჩენს, რაც საქართველოს წინაშე დგას დღესდღეობით. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ გაერთიანებული სამეფო მტკიცედ დარჩება თქვენი მხარდამჭერი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენთვის მუდმივი შთაგონების წყაროა საქართველოს ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიული ღირებულებებისადმი. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მთავრობები მჭიდროდ მუშაობენ რეფორმების განსახორციელებლად, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზებისთვის და თქვენი კიბერმედეკობის გაძლიერებისთვის რუსული ჰიბრიდული აგრესიის წინააღმდეგ. ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს გისურვებთ ახალ თანამდებობაზე და მოუთმენლად ვერით თქვენთან მუშაობას ჩვენი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ მთავრობის ყველა განკარგულება საჯარო უნდა გახდეს, გახარიას გუნდი ეხმაურება და ირაკლი კობახიძეს ყველა განკარგულების გამოქვეყნება სთხოვს, მათ შორის წინა პრემიერების პერიოდის, თუმცა გაირკვა, რომ განკარგულებების გამოქვეყნება სწორედ გიორგი გახარიას პრემიერობის პერიოდში შეწყდა. სოფო ბერიძე მოგვიყვება თემის დეტალებს.
დიახტეთი გიორგი გახარიას საპარლამენტო გუნდი მეორე დღე ახალ პრემიერს თავს ესხმის, მათ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართეს ირაკლი კობახიძის პირველ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც თავის მხრივ უკავშირდება მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდას. ანა ბუჩუკური ითხოვს, რომ ირაკლი კობახიძემ გამოაქვეყნოს ყველა განკარგულება, რომელიც ამ დრომდე არ არის გამოქვეყნებული და სწორედ უნდა აღინიშნოს ის, რომ განკარგულებების გამოქვეყნება შეწყდა მაშინ, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იყო. ეს თარიღდება 2020 წლის სექტემბრით, მაშინ არგუმენტად დასახელდა მთავრობის ვებგვერდის რეკონსტრუქცია, თუმცა ამ თარიღიდან კიდევ 5 თვის განმავლობაში გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრი იყო, თუმცა არც ერთი დოკუმენტი მას აღარ გამოუქვეყნებია. მიმართავთ საჯაროდ და წერილობითაც გავაგზავნით ამ მოთხოვნას კობახიძისადმი სასწრაფოდ ვიმეორებ სასწრაფოდ გამოაქვეყნეთ აბსოლუტურად ყველა ის განკარგულება მთავრობის, რომელიც მთავრობის პორტალზე ატვირთული არ არის. როდესაც გახარია იყო პრემიერ-მინისტრი 2020 წლის განმავლობაში ეს მთავრობის პორტალიდან მაქვს აღებული 26 პეიჯად ეგრეთ წოდებულ პეიჯად გამოქვეყნებული მთავრობის განკარგულებები. ნებისმიერი აქტი, რომელიც შეიძლება მაგალითად, რა ვიცი, ვებგვერდის რეკონსტრუქცია იყო, ხო დაწყებული, მე ზუსტად მახსოვს, იმიტომ რომ იქ მუშაობდი. მათ შორის ის აქტები, რომელიც არ არის გამოქვეყნებული, გამოაქვეყნო, რა პრობლემაა? უტიფრობაში პარადოქსი, ასე შეაფასა დღეს გიორგი გახარიას თანაგუნდელის განცხადება ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერმა. მართველი პარტიის წევრები საუბრობენ იმის თაობაზე, რომ წარსულში გიორგი გახარიამ გუნდიც და საზოგადოებაც მოატყუა, როდესაც საიტის რეკონსტრუქცია დაასახელა არგუმენტად განკარგულებების გამოქვეყნების შეწყვეტის. ასევე მართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ გიორგი გახარიას გუნდის ბოლოდროინდელი აქტიურობა სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური საკითხებით ჟონგლიორობა ქვეყნის საწინააღმდეგოდ. რეალურად მათ იცრუეს, როდესაც თქვეს, მაშინაც გუნდის შიგნით და ეხლა საჯაროდაც რომ რეკონსტრუქცია იყო ამის მიზეზი. არანაირი რეკონსტრუქცია, თავადაც ხედავთ, რომ შედით ეხლავე საიტზე და ნახავთ, რომ არანაირი რეკონსტრუქცია იმ საიტზე არ განხორციელებულა. ქურდს რომ ქუდი ეწვის. აი ამ პრინციპით გამოვარდნენ პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით და დაიწყეს თავის მართლება. არადა უბრალოდ დასახელებული იყო თარიღი და ამ თარიღში დიახ პრემიერი იყო გიორგი გახარია, რომელიც გუნდის შიგნითაც კი გვეუბნებოდა, რომ უბრალოდ რეკონსტრუქცია მიდის საიტის და მერე ეს გაიწელა დროში. მათ აქვს დავალება, რომ ქართულ ოცნებას წაგლიჯონ იქნებ 1-2% მაინც და აი ამ დავალების ფარგლებში მოქმედებენ და არიან ნაცზე უფრო რადიკალური ნაცები სინამდვილეში. ამ დროს ებრძვიან ვითომ ნაცებს და კოალიციები დღემდე არ დაუშლიათ საკრებულოში. საკითხები, რომლითაც ახლა ჟონგლიორობენ, რასაკვირველია, ხვდება ყველა, რომ არავითარი მიზეზი, რომ რამე საყვედური განუცხადონ, მაგალითად პრემიერ-მინისტრს, ბუნებრივია, რომ მათ არ გააჩნიათ. კარგად ჩანს, რომ ხალხს აშკარად აქვს სურვილი ოპოზიციაში, რომ რაღაცა ფორმით როლი მოირგონ, ასე ვთქვათ, ზედმეტად რადიკალური ადამიანები. რისთვის უნდა სჭირდებოდეთ ეს ყველაფერი? ალბათ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ერთი სცენარი იდგმება. ცდილობენ, რა თქმა უნდა, რომ შეკრან რაღაცა წრე, სადაც ყველას ექნება რაღაცა რადიკალური როლი მორგებული. ეს იმისთვის, რომ რაღაცა მეტად ააფორიაქონ უბრალოდ მდგომარეობა. მთავრობის ახალმა მეთაურმა პირველი გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. მისი გადაწყვეტილებით ახლა საჯარო იქნება მთავრობის განკარგულებები და ასევე დადგენილებები. როგორც უკვე გიყვებოდით, დადგენილებებისა და განკარგულებების გამოქვეყნება შეწყდა 2020 წლის სექტემბერში არგუმენტით, რომ ვებგვერდზე რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა. ამის შემდეგ გიორგი გახარია კიდევ 5 თვე იყო პრემიერ-მინისტრი, თუმცა განკარგულებებისა და დადგენილებების გამოქვეყნება მას აღარ გაუგრძელებია. მისი საპარლამენტო გუნდი კი ახლა ირაკლი კობახიძისგან ითხოვს აღნიშნული დოკუმენტების გასაჯაროებას. პირდაპირ ეთერში სოფო ბერიძე საუბრობდა. ლელოს ამბიცია ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით სახელმწიფო გუნდისთვის გაუგებარია. ხაზარაძე ჯაფარიძის პარტიაში ვერ პასუხობენ კითხვას, თუ როგორ აპირებენ არჩევნებში გამარჯვებას. ირკვევა, რომ ლელოში კოალიციური უმრავლესობის საკითხს განიხილავენ, რაც ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობას ნიშნავს, თუმცა ამის აღიარება ლელოში არ სურთ. მართლ გუნდში კი აცხადებენ, რომ ლელოს არც დამოუკიდებლად და არც სხვა პარტიებთან ერთად არანაირი რესურსი არ აქვს. შემოგთავაზებდით, რომ ოპოზიციოლოგობას და არითმეტიკას და აი ასე დათვლას არჩევნებისას ეს არსად არ მიგვიყვანს, ეს ფუჭი საუბარი არის. თავარი ამოცანა არის ის, რომ 2024-ის არჩევნებზე შეიცვალოს ხელისუფლება. ლელო
მხოლოდ ქართველ ხალხთან აპირებს იყოს კოალიციაში. ხელისუფლებაში დაბრუნებაზე, ხელისუფლებაში მოსვლაზე ლაპარაკობენ და ცდილობენ რომ საზოგადოებას გაუჩინონ განცდა რომ აქვთ 6%. თავის თავს ყიდიან რომ ისინი ხელისუფლებაში მოსვლას ან დაბრუნებას ცდილობენ ნაცმოძრაობასთან ერთად. მეორე, ისინი ნაცმოძრაობის სტილში, საერთო წარსულიდან, საერთო აწმყოდან და საერთო მომავლიდან გამომდინარე, ქვეცნობიერიდან გამომდინარეც ასევე ყიდიან თავის თავს, როდესაც აანონსებენ რეპრესიებს და ბიძინა ივანიშვილი წავა მოსკოვში, ესენი ყველანი მოსკოვში წავლენ ამ დაზეპირებული მესიჯბოქსის შემდეგ წამოწდენები აქვს მათ ლიდერი ხაზარაძეს, რომ ის არ არის პროკურორი, ანუ პროკურორი რა შუაშია? 2 დღეა ვინმე გაიგეთ? ვერასდროს გასცემს პასუხს კითხვაზე, რა შუაშია ამ შემთხვევაში ამ მის გამოგონილ მესიჯბოქსშიც კი პროკურორის როლი. ერთი მხრივ ისინი საუბრობენ თითქოს არიან დამოუკიდებელი პოლიტიკური ჯგუფი და მეორე მხრივ ისინი საუბრობენ ხელისუფლებაში მოსვლაზე, ხო? ანუ მაშინ როდესაც მათი რეიტინგი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რომ 5%-იან ბარიერს გადავახავენ თუ არ გადავახავენ. ეხლა როდესაც 6%-ს ახსენებენ, უნებრივი 6%-ით უმრავლესობაში ვერ მოხდა. ანუ ეს თავისთავად ის ნიშნავს იმას, რომ პრინციპში ისინი არც უარყოფენ, რომ რეალურად ეს არის ერთი კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის შემადგენელი ერთ-ერთი პოლიტიკური ჯგუფი. ონკოპაციენტების მკურნალობის დაფინანსების თემაზე კომენტარი გააკეთა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კონკრეტული ადამიანები ამ მტკივნეულ თემაზე პიარის აგორებას აპირებენ და არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. მისივე თქმით, დამატებითი რესურსის სახით ონკოპაციენტებისთვის საბაზისო 25,000 ლარიანი ცალკე პაკეტი გამოიყო, სახელმწიფო კი ამ პაკეტის გარეშეც ეხმარებოდა ონკოპაციენტებს. ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს პოზიტიური და ძალიან კარგი ამბავი პირიქით შეატრიალონ ამ ადამიანებს ნაცვლად იმისა, რომ იმედი მივცეთ, შემოუძახოთ, გვერდზე ისედაც უდგავართ, როგორც ფინანსურად, მორალურად, ყველანაირად, ამის ნაცვლად ვიღაცები ამაზე პიარის აგორებას აპირებენ და ძალიან ვთხოვ ყველას, რომ დაანებონ ამ ხალხს თავი, მიაწვდიან არასწორ ინფორმაციას, მიაწვდიან სწორი ინფორმაცია, ჯანდაცვის სამინისტრო კომუნიკაციაში იქნება დარწმუნებული ვარ, აუხსნიან დეტალურად და ბუნებრივია დახმარება, როგორც აქამდე იქნება, ისე გაგრძელდება. რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს ადამიანები ევროპაში მარტო სეირნობისას, ამ სათაურით სოციოლოგიურ გამოკითხვას მსოფლიო სტატისტიკის ორგანიზაცია აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ლიდერთა ხუთეულში საქართველო ხორვატიასთან, სლოვენიასთან, ისლანდიასთან, შვეიცარიასთან ერთად მოხვდა. გამოკითხვის შედეგები სხვადასხვა ფაქტორით დადგინდა. ქალაქ დაგეგმარება, ქუჩაში უსაფრთხოების ნორმები, სამართალდამცავი ორგანოების ნდობის ფაქტორი და დანაშაულის გაშუქება. სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით მომზადდა კვლევა, რომლის თანახმადაც საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ 25 სახელმწიფოს და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს. როდესაც თანამედროვე ცივილიზებული სამყარო მიიჩნევს, რომ საქართველო უსაფრთხოების თვალსაზრისით აი ამ რეიტინგში არის პირველ ხუთეულში, ეს ნიშნავს ქვეყნის უდიდეს წარმატებას. ამავე დროს ეს იმასაც ნიშნავს, რომ დღენია და კონკრეტული მედია საშუალებები თუ პოლიტიკოსები პირიქით რომ ლაპარაკობენ, ყველა ეს ნარატივი მათ მიერ არის შექმნილი, მოგონილი და შემდეგ ამაზე ტყუილები აგებული. ხას უსვავს თუ რამდენად უსაფრთხო არის ჩვენი ქვეყანა ტურისტებისთვის, თუ რამდენად კარგად მუშაობს სამართალდამცავი სისტემა, სამართალდამცავი უწყებები და ჯამში უსაფრთხოების სისტემები, შესაბამისად ეს რა თქმა უნდა ხელს უწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას და რაც თავისთავად ცხადია პირდაპირ პროპორციულად აისახება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე. ეს არის კარგი და ყოველგვარი კვლევის გარეშე ღამე ხო ქუჩაში რომ დავდივართ ჩვენი ქალაქით, ყველა ხვდებით რომ ჩვენი ქუჩებში სიარული არის ნამდვილად უსაფრთხო და ეს არის დამსახურება პირველ რიგში საზოგადოების, რომელიც ტოლერანტულია უცხოელების მიმართ და შემდეგ ყველა იმ უწყების, რომელიც ჩართულია ამ ქვეყნის და ქალაქის უსაფრთხოების შემცირებაში. შემცირებულია წინა წელთან შედარებით დანაშაულის მაჩვენებელი, ასევე მნიშვნელოვნად არის შემცირებული ძიმე და განსაკუთრებით ძიმე დანაშაულის რაოდენობა. გარდა ამისა, საქართველო გერმანიამ გასულ წელს უკვე უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ასევე სამართალდამცავი უწყებები მუდმივ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას იმისათვის, რომ როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა, ასევე ქვეყანაში შემოსულმა უცხოელმა ვიზიტორებმა თავი იგზნონ დაცულად. უსაფრთხოება სწორედ ის ერთ-ერთი მთავარი გზავნილია, რასაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თავის კამპანიებში, მარკეტინგულ კამპანიებში იყენებს ხოლმე და ის სტატისტიკური მონაცემები 2023 წელი, როდესაც ჩვენ შევაჯამეთ და ძალიან კარგი ციფრები გვაქვს შედეგად, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ ის არის, რომ საქართველოში მოგზაურები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ და შესაბამისად მუდმივად აქვთ სურვილი, რომ დაბრუნდნენ.
ბათუმი 2024 წლის ევროპის საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებებს შორის დასახელდა რეიტინგში ბათუმი ევროპის 20 პოპულარულ ტურისტულ მდებარეობას შორის მეხუთე ადგილს იკავებს. სამოგზაურო პლატფორმა მოგზაურებს 2024 წლისთვის საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის და შვეიცარიის პოპულარულ ადგილმდებარეობებთან ერთად ბათუმში მოგზაურობას ურჩევს. უსაფრთხო, მწვანე, მეგობრული, რომანტიკული, მდიდარი გასტრონომიის მქონე ბათუმი 2024 წლის ყველაზე მოდურ ტურისტულ ადგილად გვევლინება მოგზაურებისთვის, რომლებიც ევროპაში საუკეთესო ფასად საუკეთესო გამოცდილებას მიიღებით არიან დაინტერესებულები, ნათქვამია პრესტიჟული გამოცემების მიერ გამოქვეყნებულ სტატიებში. მეტყველებს, რომ სწორი აქტივობები გქონდა, ბევრი გაკეთდა განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ასევე სერვისების გაუმჯობესების კუთხით, თუმცა განსაკუთრებულია ჩვენი ხალხის სტუმართმოყვარეობა და კულტურა უსაფრთხოებასთან ერთად. ჩვენ ყველა შეგვიძლია გქონდეს დამაიმედებელი და პოზიტიური საფუძველი ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით. აღნიშნულ ფაქტს ეხმიანება ამერიკის Forbes-ი, რომელიც ბათუმზე წერს, რომ ბათუმი არის უსაფრთხო, მწვანე, მეგობრული ტურისტული მიმართულება. აღნიშნულ რეიტინგებში წლის დასაწყისში მოხვედრა გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო მეტად პოპულარული გახდეს ჩვენი ტურისტული მიმართულება. ნიკა გვარამიას განაცხადი, რომ ახალ გუნდს ახალი სახეებით შექმნის პოლიტიკურ სპექტრს კითხვებს უჩენს. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ გვარამია როგორც ნაცნობური მოძრაობის იდეოლოგი ვერ შეძლებს პარტიისგან გამიჯვნას. ამას მათივე თქმით ის სახეებიც ადასტურებს, რომლებიც მან შემოიკრიბა. სახელმწიფო პარტიის ამ პოზიციას იზიარებს ოპოზიციის ნაწილიც. მათ აქვთ საერთო წარსული აწყვეტ და მომავალი. ნაცმოძრაობა არის ერთი, რომელიც დაკლასტერდა ეხლა და ბევრ ფრთად გაიშალა. დაქსაქსული ნაცმოძრაობა, რომელიც როლებს ვერ ინაწილებენ ერთმანეთში. თეორიულად რო დაუშვათ, რომ ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ, ისინი ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოროტებას ასე მკეთილებად რომ წარმოვიდგინოთ, ამ შემთხვევაში კი დაჭამენ ერთმანეთს. თანამდებობებს გავლენებს ვერ გაიყოფენ და მეორე მხარეს არის ქაოსი, მეორე მხარეს არის მოლოდინი ერთმანეთში რაღაცების გადანაწილების ვერ ინაწილებენ როლებს. ხაბეშულთან რო ცხენია და აღარ უნდა იყოფნა, ეგ სხვა მაგან ჭერნა მათ შორის ეგეთი სისტემა, რომ შეუძლიათ ხაბეშვილი აირჩიონ თავმჯდომარედ, მე ხო არ შემიქმნია. ეს მისი პირადი პრობლემაა და არა ქვეყნის პოლიტიკური. რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიან რაც არ უნდა ქნას, ის არის ნაციონალური მოძრაობის ორგანული ნაწილი. და ეხლა კინ მარტივ მომავლებად რომ დაიშალონ, სადღაც აუცილებლად შედგებიან, იმიტომ რომ მათ ქიმია აქვთ ერთნაირი. იყო ნაცმოძრაობის, ესე ვთქვათ, იდეოლოგიის გამტარი, მხოლოდ პარტიის სახელს არ ნიშნავს, ბუნებრივია. ეს არის, ესე ვთქვათ, იდეოლოგია და რამდენად ემხრობი, მაგალითად, სახელმწიფო ინსტიტუტზე, პარლამენტზე შტურმს იცავ თუ არა ამ მოვლენას, ან არქმევ თუ არა სახელს რა სახელის დაარქვა, მაგალითად, სტრასბურგის სასამართლომ. რამდენად იცავ იმ რეჟიმს, რომელი რეჟიმიც ყველა ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ ექცეოდა საქართველოს მოქალაქეებს. მხოლოდ ის, რომ რაღაცა გუნდიდან წამოვიდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ იდეოლოგიის მატარებელი არ არის. პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ-მკვლელობის ფაქტზე 2 ადამიანს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 თებერვალს თბილისში ბრალდებულმა ძმებმა წარსულში არსებული უთანხმოების გამო ერთ ადამიანს ჯგუფურად სხვადასხვა საგნებით სცემეს. იმავე დღეს მოგვიანებით ერთ-ერთმა მათგანმა ნაცემ მამაკაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ის მიღებული ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 11 თებერვალს თბილისში კიკეთისა და სომხეთის ქუჩების კვეთაზე ბრალდებულმა ძმებმა წარსულში არსებული უთანხმოების გამო ერთი პირი ჯგუფურად სხვადასხვა საგნების გამოყენებით სცემეს. იმავე დღეს ბრალდებულები ავტომობილით თბილისში მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც მათ მიერ ნაცემი პირი დაინახეს. ავტომობილში მჯდომმა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მათ ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი განზრახ-მკვლელობის, ცემის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედაზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორი ქვეყნის საზღვართან შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 4 სომეხი სამხედრო დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. ოფიციალური ერევნის განცხადებით, აზერბაიჯანული მხარე ნერქინ-ჰანდის რაიონში სომხეთის საბრძოლო პოზიციებს დაესხა თავს. აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ სომხურ მხარეს საფასუხოდ ცეცხლი გაუხსნეს და ინციდენტზე პასუხისმგებლობა სომხეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეკისრება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დღევანდელ
ინციდენტამდე ერთი დღით ადრე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა გახსნეს ცეცხლი ნერკინ-ჰანდის რაიონიდან ამ ბრალდებას ერევანი უარყოფს. ესტონეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით რუსეთი უახლოეს 10 წელიწადში ნატოს წევრ სახელმწიფოებთან სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება. უწყების ხელმძღვანელმა კაუპო რუსინმა ესტონელ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ რუსეთი ფინეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საზღვართან შეიარაღებული ძალების რაოდენობის გაორმაგებას გეგმავს. ესტონეთის დაზვერვის სამსახურის უფროსის თქმით, რუსული თავდასხმის პრევენციის მიზნით ევროპულმა სახელმწიფოებმა სამხედრო შესაძლებლობები მოსკოვის პროპორციულად უნდა გაზარდონ. რუსეთმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასზე ძებნა გამოაცხადა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნელთა სიაში ასევე მოხვდა ესტონეთის სახელმწიფო მდივანი ტაიმარ პეტერკოპი და ლიეტუვის კულტურის მინისტრი სიმონა სკაირისი. რუსული მედიის ცნობით მათ წინააღმდეგ საბჭოთა ჯარისკაცების ძეგლების დაზიანება განადგურების მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთმა უცხო ქვეყნის ლიდერზე ძებნა გამოაცხადა. რუსეთი უკვე რამდენიმე წელია ესტონეთს საბჭოთა კავშირის ეპოქის დროინდელი სამხედრო მონუმენტების დემონტაჟის გამო აკრიტიკებს. სამოცდაათი ხმით 29-ის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დასახმარებლად $95 მილიარდ ითვალისწინებს. დოკუმენტს დემოკრატებთან ერთად 22-მა რესპუბლიკელმა სენატორმაც დაუჭირა მხარი. უცხოური დახმარების კანონპროექტის კენჭისყრას სენატში დებატები უძღო და უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დასახმარებლად განკუთვნილი $95 მილიარდ პაკეტი ახლა განსახილულად წარმომადგენელთა პალატას უნდა გადაეცეს, სადაც მას დიდი წინააღმდეგობით ელიან. ანალენა ბერბოკი რაფახში ისრაელის მიერ დაანონსებული სამხედრო ოპერაციის გამო შეშფოთებას გამოხატავს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პალესტინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ქალაქ რაფახში მიმდინარე მოვლენები და ისრაელის სამომავლო სპეცოპერაცია ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს. დიპლომატმა ისიც აღნიშნა, რომ რაფახში დაჯგუფება ჰამასის ძალიან დიდი ქსელი მდებარეობს. ისრაელს კი თავდაცვის უფლება აქვს, თუმცა ტერორისტების წინააღმდეგ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის ხარჯზე არ უნდა იბრძოლონ. განსაკუთრებით შეშფოთებული ვარ ისრაელის მთავრობის მიერ რაფახში დაანონსებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის გამო. აშკარაა, რომ ამ ქალაქში დაჯგუფება ჰამასის წარმოუდგენლად დიდი ქსელია. ჩვენ დიდი დილემის წინაშე ვდგავართ. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი ფაქტს, რომ ყველა ქვეყანას ისევე როგორც ისრაელს ტერორიზმის წინაშე თავდაცვის უფლება აქვს. თუმცა მე და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ტოკიოში ყოფნის დროს ნათლად განვაცხადეთ, რომ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხო ადგილები უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 117 შეხვედრა დასრულდა. მონაწილეებმა გამყოფ ხაზთან წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარი ინციდენტები განიხილეს, მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული თამასგინტურის საკითხი, უკანონო ბორდერიზაციისა და დაკავებების ფაქტები. უკანონო პატიმრობაში ცხინვალში ამ დროისთვის საქართველოს 5 მოქალაქე რჩება. უსაფრთხოების გარდა მხარეებმა ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელეს, მათ შორის ახალგორის ეგრეთ წოდებულ გამშვებ პუნქტზე გადაადგილების გამარტივებაზე. სოსო ჯაჭულიანი ქაშვეთის ტაძრიდან ტაშით გამოასვენეს. სოსო ჯაჭულიანის ოჯახის წევრებს პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად მიუსამძიმრა. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად. ცნობილი ქართველი მსახიობი და რეჟისორი, ყოფილი დეპუტატი და მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მძიმე დაავადებას ებრძოდა. დღეს განსაკუთრებულად ძნელია ლაპარაკი რაღაც ისეთ ცოტა განყენებულად და რაღაცების მოგონებები, იმიტომ რომ დღეს უკვე ბოლო დღეა და წავა თავის საბოლოო ადგილსამყოფელში და სოსო ლიკა და მე რომ რაღაცა ისეთი ტრიო რო ვიყავით და ამ ტრიოდან მარტო მე დავრჩი და რა ვიცი რაღაცები ალბათ მევალება რომ უფრო სხვანაირად მიმხედო მათ ხსოვნას. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან 16 წელი გავიდა. ტელეკომპანია იმედის დამფუძნებელი 52 წლის ასაკში 2008 წელს ლონდონში საკუთარ სახლში მოულოდნელად ოფიციალური ვერსიით გულის შეტევით გარდაიცვალა. დღემდე მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. რაც შეეხება ბადრი პატარკაციშვილის საქმიანობას, მის სახელს უკავშირდება მრავალი საქველმოქმედო პროექტი, მთავარი კი ტელეკომპანია იმედია. 7 ნოემბრის დარბევისა და ტელევიზიაში შემოჭრის შემდეგ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ტელეკომპანია წაართვეს და მიისაკუთრეს. იმედი
მფლობელებს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2012 წელს დაუბრუნდა. ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებაზე პროკურატურამ წლების წინ სკანდალური ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომლის მიხედვით პატარკაციშვილის მკვლელობას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები გეგმავდნენ. ქართული ხალხის მოტყუებაზე ჩემი ტელევიზიის ეკრანი. ქრონიკაში კი ახლა რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ეთერს ნათია სორდია განაგრძობს სტუმრებთან ერთად, მე კი გემშვიდობთ. დაგველოდეთ ჩვენ სულ რამდენიმე წუთში ვბრუნდებით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ქრონიკა რეკლამის შემდეგ ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მივესალმებით ჩვენ სტუმარს, ქართული ოცნების წევრი ირაკლი ზარქუა გვერდდება. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. დღის და კვირის მთავარ თემებზე, რამდენიმე მთავარ თემაზე უნდა ვისაუბროთ, დავიწყოთ ერთ-ერთი მათგანით, ისეთმა გადაწყვეტილებამაც კი, როგორიცაა მთავრობის განკარგულებების, გასაჯაროების პირობა მეტი გამჭვირვალობის მიზნით, პოლიტიკური დაპირისპირება გაამწვავა. გახარიას გუნდი ახალი პრემიერისგან დაუყოვნებლივ ითხოვს ყველა იმ განკარგულების გასაჯაროებას, რაც არ იყო ატვირთული მთავრობის ვებგვერდზე და კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს წინა პრემიერს. უმრავლესობას კი ცნობილი ანდაზა გაგახსენათ ასეთმა რეაქციამ. რატომ შეიძლება გახარიას გუნდი ითხოვდეს განკარგულებების გასაჯაროებას, თუ კი მათ რაიმე აქვთ დასამალი? საღამოშვიდობის ნათია, მივესალმები თქვენს მაყურებლებს და მსმენელებს. სწორია, ანდაზა გაგვახსენდა, გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩებაო, ხო? რეალობა რასთან გვაქვს საქმე, რომ ის ამთავრებდა მამუკა მდინარაძემ. ხო, მეორესაც დავამატებდი და ჯამში რეალურად ასახავს იმ რეალობას, რაც გახარიებში ხდება. რეალობა რა არის? რეალობა ის არის, რომ 20-20 წლის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის გახარიას გადაწყვეტილების სამთავრობო ის ოქმები თუ გადაწყვეტილებები საჯაროებას მოკლებული გახდა. ანუ ალო? დიახ. გესმით ბატონი ირაკლი, თქვენი ხმა ისმის. ალო, დაიკარგა თქვენ. ისმის ჩემი ხმა? თქვენი ხმა ისმის, კი ბატონი. ხო. ჩვენ მე მგონი მცირე ტექნიკური ხარვეზი გვაქვს, კვლავ დაუკავშირდებით. ირაკლი ზარქუაა ჩვენი სტუმარი, ქართული ოცნების წევრი, ვსაუბრობთ დღის და კვირის მთავარ თემებზე და დღის იმ ერთ-ერთ მთავარ თემაზე, რაც მათ გაამწვავა კიდევ ერთხელ დაპირისპირება ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის. ახლა ისმის უკვე კარგად თქვენი ხმა ბატონი ირაკლი, გისმენთ. დიახ. ხო, აქედან გამომდინარე ეს გადაწყვეტილება იყო 20-20 წლის პრემიერ-მინისტრის მხრიდან ბატონ გახარიას მხრიდან მიღებული, რომ სამთავრობო გადაწყვეტილებების საჯაროობა არ ყოფილიყო და შემდეგ ინერციით გაგრძელდა და როდესაც ბატონი კობახიძე გახდა პრემიერ-მინისტრი, გადაიხედა ეს მიმართულება და ღია და გამჭვირვალე გახდება და სწორიც არის. ანუ ყველა ის სამთავრობო გადაწყვეტილება, რაც იქნება მიღებული, შესაბამისად იქნება ღია და გამჭვირვალე და ატვირთული შესაბამის ვებ გვერდზე. ეს არის და ეს, როდესაც ამ თემაზე დავიწყეთ ჩვენ და სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, გახარიებმა და ოპოზიციამ ამ ხელმოწარულება ამაზე დაიწყეს შეტევა და შემდეგ რომ გაიგეს თუ რასთან მქონდა საქმე და რეალურად მათი ლიდერის მხრიდან იყო ეს გადაწყვეტილება თავის დროზე მიღებული, რომ არ ყოფილიყო საჯარო სამთავრობო გადაწყვეტილება, მე უკვე შეცვალეს ტექსტი და ტონალობაც. ესაა ამათი ხელწერა. რეალობა რა არის, რომ თავარი რა არის, რომ ყველა სამთავრობო გადაწყვეტილება, ყველა ის მნიშვნელოვანი შეხვედრები, მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, შეჯერებული გადაწყვეტილებები იქნება საჯარო, იქნება გამჭვირვალე და ეწოდინება ერსაც და ბერსაც. ეს არის თავარი და ამას უნდა მივესალმოთ, ბუნებრივია. კი ბატონო, მიმდინარე კვირის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ თემად იქცა ასევე ლელოს ლიდერის ის გეგმა, რომელიც პოლიტიკური რეპრესიების დაანონსებად შეფასდა. რაზე შეიძლება ჰქონდეს გათვლა ამ ტიპის მუქარასა თუ დაპირებას მამუკა ხაზარაძის მხრიდან, როდესაც ამ პარტიის რეიტინგი ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, ვისი ჩატარებულიც არ უნდა იყოს კვლევა, ერთნიშნა რიცხვს არ ცდება. ეს არის გათვლა ამ მომრჩეველზე, ერთგვარი სიგნალი სხვა ოპოზიციური პარტიების მიმართ თუ ეს თქვათ გამოწვევა ქართული ოცნების მისამართით. ხო, აქ ალბათ ახსნა მარტივია ამ ფენომენის თუ რასთან გვაქვს საქმე, ანუ ნაციონალურ მოძრაობა და მათი დანაყოფები თუ აქამდე ვიცოდით რომ რადიკალიზმით არაკომპეტენტურობით გამოირჩეოდნენ, ამას ეხა ღირსეულად ჩაენაცვლა ლელო და გახარიები, განსაკუთრებით ლელო. არა და რო კითხო, ევროპული პარტია არიან და
როდესაც ევროპა, ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ და გაგვიწერეს კიდეს პუნქტში, რომ პოლარიზაცია უნდა შეამციროთო, ესე იგი სამუშაო ჯგუფებშიც კი არ შემოვიდნენ 9 პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად. და ისევ აი ამ რადიკალიზაციის გზას ღირსეულ ასე ვთქვათ, მემკვიდრედ შეიძლება დავასახელოთ ნაცების. და მე პრინციპში გამახსენდა, ხაზარზე და ნაცები ხო ეს ერთი იმ რეჟიმის წარმომადგენლები იყვნენ თავის დროზე. ადეიშვილი არაკეტებდა ბიზნესს, ბატონი ხაზარაძე შემდეგ იპოთეკით twirთავდა აი ამ საპროცესოებს. ხო ეს ხო 2x2-4-ია, ყველა მიცის საზოგადოება და ღირსეული მემკვიდრეა. აი ესე მუქარები შეუძლიათ, აი ესე დაჭერები დაემქრონ, აი ესე ჩაშვებები, ერთმანეთის ხელის გადაგრიხვები. ეს არის ამათი ხელწერა და ამათი ნიშა და ბუნებრივია ბატონი ხაზარაძეს ამას აგრძელებს. მე მოუწოდებდი მას, რომ სანამ დროა ისევ დაუბრუნდეს კონსტრუქციულობას, ისევ დაუბრუნდეს თუ რამე უნარი გააჩნია, რომ ამ ქვეყნის ინტერესებში ჩადგეს, თუ არა და როგორც აქამდე გავშიფრეთ, რომ ერთი დირიჟორის მხრიდან იმართებიან ეს რადიკალები და ხელმოწარულები, რომ ყველას ერთი ამოცანა აქვს, რომ ვიწრო პარტიული ინტერესი რამენაირად დაამხონ ხელისუფლება და შემდეგ აქ მეორე ფრონტი ან სხვა ქვეყნების ინტერესები გაატარონ უფრო მეტად, ეს ხო ჩვენ ნანახი გვაქვს ეს კინო. არ გამოუვათ, იმიტომ რომ ქართული საზოგადოება უკვე მომწიფებულია საკმაოდ დიდი ხანი იმისთვის, რომ გაშიფრონ ვინ არის და ზუსტად იციან, როგორც მუსტანგის მართვა ვერ შეძლო და ცეცხლი წაუკიდა, აი ესე ბუნებრივია ხაზარაძის მიერ მართული ქვეყანა არ გაიშვას. მისი თემა არის ისევ და ისევ ვაჭრობა, ბიზნესი, სესხისგაცემა, მიღება და მას მოუწევს ადრე თუ გვიან დაბრუნება ისევ იმ სექტორში, სადაც ის უბადლო ოსტატია აი ამ აღემიცემობის, ვაჭრობის უბრალოდ. როცა აი გზავნილებზე ვსაუბრობთ, ხათაშორის შესამჩნევია ბევრისთვის, რომ ბოლო პერიოდია ოპოზიციურ ფლანგზე პარტიებმა თითქოს როლები შეცვალეს. აი თქვენი ფრაზაც მახსოვს გასული კვირის საპარლამენტო განხილვებიდან, როდესაც მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება მიმდინარეობდა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები აკადემიურები გახდნენ და ლელო გახარიას პარტიის წარმომადგენლები უფრო რადიკალურებიო. თუ ეს სტრატეგიის ნაწილია, მე ისევ დავუბრუნდები კითხვის, წინა კითხვის იმ ნაწილს, რამდენად დამაჯერებელი შეიძლება იყოს ასეთი ქცევა ამ მომრჩევლისთვის, ანუ რა გზავნილია ეს ამ მომრჩევლისთვის და რა სეგმენტზე შეიძლება ამ მომრჩევლისაზე ჰქონდეს ამას გათვლა. მაგალითად დღეს ქართული ოცნების მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ გახარიას პარტიის რადიკალებთან დაკავშირებით, რომ მათ აქვთ დავალება ქართულ ოცნებას წაგლიჯონ იქნებ 1-2% მაინცო და ქართული ოცნების ამ მომრჩევლის ნაწილი შეიძლება ესეთ სამიზნე ჯგუფში მოვიაზროთ? გამორიცხულია ვინ მისდა ნაცებს და ნეონაცებს არასდროს ქართული ოცნების ხარდამჭერი გვერდში არ დაუდგება. ეს 2x2-4-ია. რაც შეეხება მათ ხედვას და სტრატეგიას, ნახეს რა რომ ესე იგი მარტო ქალბატონ სამადაშვილის ხელმოწარული დიპლომატი რაც დავარქვით რა რეალურად რაც იყო ევროკავშირში იყო ჩვენი ელჩი აი ომის პერიოდში როცა რუსეთი დაგვესხა თავს და ერთი განცხადება ვერ გააკეთებინა და რეზოლუცია ვერ მიიღებინა საერთაშორისო ჩვენს თანამეგობრებს თუ ქვეყნებს. ერთი რეზოლუცია არ არსებობს და პირიქით რუსეთმა დაგვასწრო გაეროში ჩივილიც. აი ეს ქალბატონი ეხლა მე თავი მოაქვს დიდი ევროპელი და დიპლომატი. სინამდვილეში არის ხელმოწარული. ეს ყავთ ლიდერად ეხლა ამოფარებული, რომელიც კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ იბრძოდა ბრიუსელში. ეს ხო ვამხილეთ, მათ შორის ოპოზიციამაც. და ეხლა მიხვდნენ რა რომ საერთოდ პულსი არ ესინჯებათ. ეხლა ეთყობა ვიღაცამ იქიდან, ვინც დირიჟორი ყავთ ამ რადიკალებს, დაუკვეთა რომ იქნებ აკადემიურები გახდნენ ნაცები და ეს ნეონაცები, ეს ვინც არიან ესენი ლელოები, აქეთ კიდე გახარიები და პლუს ეხლა მესამე ძალა ახალი სახეებით ბჭყალებში იქნება გვარამიები და მელიები, რომ ესენი გააქტიურდნენ და აგრესიულები გახდნენ. აი გეგელია ყავთ თუ რაგვარი იმას აგრესიულობა არ გაიშვას. მათემატიკა ისწავლა. 1000 ლარიან პენსიას პირდებიან და გგონიათ რომ ამ საზოგადოებას მოატყუებენ. 1000 ლარიან პენსიას პირდებიან და რო ვკითხეთ, მთელი ის რო გავაუქმოთ ჩვენი საჯარო მოხელეები. ანუ ვინც დასაქმებულია სამინისტროებში, ესე იგი მასწავლებლები, მეხანძრეები, პოლიცია, ყველა რო გავაუქმოთ, დაახლოებით 1,5 მილიარდია. რო გავაუქმოთ მთელი ის შესყიდვები, აი რო ამბობენ ტენდერები და ისინიც რო გავაუქმოთ, ჯამში ვერ ადის 4 მილიარდამდე. და
400 ლარიდან 1000 ლარამდე პენსია არ გავზადოთ, 600 ლარი არის ხო საჭირო? 600 ლარი დაახლოებით 800.000-მდე პენსიონერს და ვინც შეღავათ ღებულობს. რანაირ არითმეტიკაში ჯდება? ამაზე პასუხი არ აქვს. ამაზე შეუძლიათ მე რაღაცა ჩვეული სტილით რაღაცა სისულელე თავიანთი არითმეტიკა და მათემატიკა მოგიყვანოს. საგიჟეთი აქვს რა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა. ზუსტად ვიცით, ვინ რას წარმოადგენს ქართულმა საზოგადოებამ, კარგად უწყის, ვინ რისი გამკეთებელია, ვის რა ინტერესები აქვს. ერთი რამე კარგია, რაც გაგვიკეთა ქალბატონმა პრეზიდენტმა რო აქ მოვიდა, ყველას უხმო თავის პანჩატურში და უთხრა რომ აი ხელმოწარულები, რადიკალები და დანარჩენები ვინც არიან, რომ გაერთიანდნენ მისი ფრთის ქვეშ და ჩვენთვისაც კარგია, იმიტომ რომ ამორჩეველს გავამარტივდება არჩევანის გაკეთება. აქეთ იქნებიან რადიკალები, ხელმოწარულები, სალომეს პანჩატური და აქეთ იქნება ქართული ოცნება, რომელიც არის სიმბოლო მშვიდობის შენარჩუნების, ეკონომიკური ზრდის და ევროინტეგრაციის. და მე მგონია რომ აქ არჩევანიც მარტივი იქნება. სხვათა შორის აი ამ ანგარიშის შემდეგ, რომელიც თქვენ გაიხსენეთ ახლა საქართველოს პრეზიდენტის, აი ერთი კვირა გავიდა, ვნახეთ ეს შეხვედრებიც. აი ამ პროცესებში უფრო გამოიკვეთა პრეზიდენტის როლი, როგორ ფიქრობთ? აი თავად ოპოზიცია, მაგალითად კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობა, როგორც ჩანს, გარკვეული პირობების დაკმაყოფილებას მოელის პრეზიდენტისგან. აი მაგალითად დღეს ღიად თქვა მათმა წარმომადგენლებმა, რომ ახლა არ არის ჩაის და სალონური შეხვედრების დრო, პრეზიდენტმა პირდაპირ უნდა თქვას, აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობს და აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. ეს შეიძლება გავიგოთ როგორც საყვედური ოპოზიციის მხრიდან პრეზიდენტის მისამართით? ერთ რამეს გეტყვით. ეს არ არის მე დარწმუნებული ვარ ქალბატონი სალომეს პირადი ინიციატივა, ეს არის დაკვეთა ტესტია თუ სალომეს ფრთის ქვეშ გაერთიანდებიან ყველა ეს რადიკალები ეს და ალბათ ქვეყნის გარედან მოდის ეს დაკვეთა და ტესტ აკეთებენ. აბა ჩამოიშლება თუ არა ქალბატონის სალომეს პანჩატური, როგორც შალვას პანჩატური ჩამოიშალა. ეხლა ამას აკეთებენ აქცენტირებას. ეს არ არის ქალბატონის სალომეს ინიციატივა. არც ამის შნო და უნარი გააჩნია, ხა რას ამბობ. ქალბატონო პრეზიდენტად რო აგვერჩია, ჩვენი ლიდერები იყვნენ ბილბორდზე გაკრული და ეხლა რა რეიტინგია? არა, აქ მცდელობა აქვს რომ ერთი დიდი გაერთიანება დაკვეთა არის გარედან, ერთი დიდი გაერთიანება რომ მოახდინონ და შემდეგ ეს გაერთიანება შემდეგ გადაიზარდოს რადიკალიზმში, აი ამ რევოლუციურ სცენარებში აიყოლიონ ახალგაზრდები, დააბრალონ რომ აი გაყავდა არჩევნები, ამისთვის ამზადებენ. ესაა სცენარი ამათი. თორე იმ სისულელე დაპირებებს, რასაც ამბობენ, ერთმანეთში აი ოპოზიციას მოურჩია, ერთმანეთი ამხილეს იმ სიცრუეში, ამ სისულელე დანაპირებით როგორ გამოვიდოდნენ. რანაირად დაიწყეს მუსტანგი ჩემოვიარო ისო ლელო ხო არ იტყოდა ასეთ სიგიჟეებს და შემდეგ უკან წაღება უწევთ ამ სიგიჟეების. არა, მათი ამოცანა არის მზადება რევოლუციისთვის და აი ამ ქაოსისთვის. ეს არის რუსული სცენარი, მეტი კი არა. ჩანს ბატონო ირაკლი, აი ამ ერთიანობის კონტურები, მცდელობა არის ეს თუ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ვერ ვხედავთ რომ რაღაცა საერთო პოზიციაზე შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები. მათ განცხადებებში თანდათან სულ უფრო ხშირად ჩნდება ფრაზა აი კოალიციური უმრავლესობა. ეს რითი შეიძლება ავხსნათ? ეს არის ერთგვარი აღიარება იმისა, რომ ცალკე აღებული რომელიმე ოპოზიციური პარტია ვერ გაიმარჯვებს არჩევნებში, თუ შეიძლება გავიგოთ როგორც გეგმა უკვე არჩევნების შემდეგ. და თუ კი ეს ასეა, მაშინ ისმის კითხვაც, როგორ შეიძლება მოახერხონ გარკვეული ერთობა არჩევნების შემდეგ პარტიებმა, რომლებიც არჩევნებამდე დარჩენილ დროში ვერ ყალიბდებიან გარკვეულ საერთო მიზნებზე. ხო, აი ეს საკითხი დღემდე ამიტომაც არის, რომ ვერ ჩამოყალიბდნენ, იმიტომ რომ სიებს ვერ იყოფენ. ყველას ამბიციები აქვს, ყველას რო კითხო გადაბრჩენელია, ყველა რეიტინგულია და ყველა არის ნომერ პირველი პოლიტიკოსი, ხა აი ამ ხელმოწარულებს რო კითხოთ. ხო და მე ჩემი განცდა მაქვს, რომ როგორც ჩამოიშალა წინამორბედი პანჩატური, იქაც კოალიციური რაღაც ერთობა ქონდა შექმნილი რა, განსხვავებული მე დასავლეთე, მე რუსეთე, ისა კრიმინალი, რევოლუციონერი და ასე მსხვერპლი ყველა ერთად რო იყო შეკრებილი იმ პანჩატურში, ხო ჩამოიშალა, იმიტომ რომ გაუგებარია, როცა მიზანი ერთი გაქვს, რომ უბრალოდ ხელისუფლებაში მოხვიდე და მეათე ხარისხოვანია შენთვის ღირებულებები, ადამიანობა, ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი, ბუნებრივია ხუხულასავი დაიშლებიან. აქაც სავარაუდოდ ასე მოუწევთ ამათ, იმიტომ რომ იმდენად ამბიციურები არიან ცალ-ცალკე, რომ ალბათ ბოლო ეს იქნება, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ჩემი ინტერესია პირადად, რომ ესენი ბოლომდე გაერთიანდნენ, ბოლომდე ერთ ჯგუფად ჩამოყალიბდნენ და დავარქვეთ ლუზერების პარტიას თუ პლატფორმას
და ჩვენთვის არჩევანი მარტივი იქნება ქართული საზოგადოებისთვის შემდეგ რომ გავაკეთოთ. შევხედოთ, აბა ჩვენ უნდა უყუროთ და ვიხალისოთ ამათი განცდა. ცოტა ხანში ნახე ერთმანეთს რა პრეტენზიებს წაუყენებენ და ამაზე უნდა ალბათ რა ვიცი ვიხალისოთ ალბათ სხვა რა უნდა დავგვჭირს ეხა მელია რომ წარმოგიდგება ახალი სახევარო და გვარამია რომ იყოს რომ მე ეხა ახალი სახევარო ნუ ეხა იქ რა კომენტარი უნდა გააკეთო. იმათ გონია რომ დაგვავიწყდა რომ იდეოლოგი იყო ნაციონალ მოძრაობის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და მანამდე ზონდერ პროკურორი. ან მელია თვითონ რომ ნიანგის რემლებს ყრის გამოსახლების ხელმძღვანელი არის ხო პრემიები აქვს აღებული თავის დროზე. როდესაც იყო იმ სამსახურის უფროსი. ხო და ეს ეხა გონიათ რომ საზოგადოებას არ ახსოვს და დაგვავიწყდა ამათი 2 მაგი და 10 მაგი სტანდარტი. არა ბატონებო, ყველაფერი ყველას გვახსოვს და ჩვენ გვინდა მშვიდობიანად, სამართლიანად გამარჯვებულს შესაბამისად შემდეგ უკვე მიეცეს შესაძლებლობა რომ მართოს ეს ქვეყანა და ევროინტეგრაციაში კიდევ უფრო დავწინაურდეთ. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. ქრონიკის კითხვის პირდაპირ ეთერში ქართული ოცნების წევრი საქართველოს პარლამენტიდან ირაკლი ზარქოა პასუხობდა განმოგრძობთ გამოშვებას კანდიდატი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, ევროპული გამოცდილების გაზიარება და თანხმედრა ევროკავშირის პოლიტიკასთან. ამ საკითხებზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტში გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა. ევროკავშირში სტაბილურობის, ეკონომიკური კოორდინაციისა და მართლობის შესახებ საპარლამენტაშორისო კონფერენციაში საქართველოს როგორც კანდიდატი ქვეყანა პირველად მონაწილეობს. სწორედ მაკა ბოჭორიშვილს ვრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში ბრიუსელიდან. სამშვიდობის ქალბატონო მაკა, მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ვიდრე იმ გზავნილებზე ვისაუბრებდეთ, რაც ჩანდა თქვენ სიტყვით გამოსვლაში, მსურთ საუბარი დავიწყოთ იმ როლით, რა სტატუსითაც წარდგა საქართველოს დღეს ევროპარლამენტში. რამდენად მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ჩვენი ქვეყანა აი ამ ტიპის კონფერენციას ესწრება არა როგორც ევროპულ ოჯახში წევრობის უბრალოდ მსურველი, არამედ როგორც ოფიციალურად აღიარებული მომავალი წევრი. ნამდვილად არის ძალიან კარგი მომენტი, როდესაც და განცდა, როდესაც ჩვენ ამ ღონისძიებაში მონაწილეობთ როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი ქვეყანა და სპეციალური, ასე ვთქვათ, მისალმებაც კი დაიმსახურა ამ შემთხვევაში საქართველოს, ვინაიდან ის პირველად მონაწილეობს კანდიდატი ქვეყნის სტატუსით აღნიშნულ ღონისძიებაში. ეს არის ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფორმატი, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები იკრიბებიან. ამჯერად ეს იცით, რომ ბელგიაში იმართება და განსაკუთრებული შესაძლებლობაა, რომ ღონისძიება ევროპარლამენტში გამართულიყო, შესაბამისად მასში გარდა წევრი ქვეყნების პარლამენტის წევრებისა მონაწილეობდნენ ევროპარლამენტარებიც და ევროკავშირის ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებიც და ნამდვილად ძალიან კარგი პლატფორმაა დღეს საქართველოს ყოფილიყო აქ წარმოდგენილი და ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან კოლეგებთან ერთად გვესაუბრათ ჩვენ ხედვებზე, ჩვენს ასე ვთქვათ, ჩვენი გზავნილები გაგვეჟღერებინა აქ ევროპარლამენტში ევროკავშირის წევრი ქვეყნების დეპუტატების მონაწილეობით ღონისძიებაში. თქვენ სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვით ასოცირების გამოცდილებას და ის ნაბიჯებიც გაიხსენეთ, რაც ქვეყანამ უკვე გადადგა რეფორმების მართვის, კორუფციასთან ბრძოლის, სატრანზიტო პოტენციალის გაზრდის და ასე შემდეგ კუთხით. აი უკვე კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ რა მოლოდინი არსებობს საქართველოსთან მიმართებით? უფრო პოლიტიკური შინაარსი აქვს ამ მოლოდინს თუ ეკონომიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯების გასათვალისწინებელია? დიახ, ეს მნიშვნელოვანი მომენტია, როდესაც ხაზს უსვამთ 10 წლიან გამოცდილებას ევროკავშირთან ასოცირების გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს აქვს განსხვავებული ასოცირების შეთანხმება, მაგალითად, ვიდრე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ევროკავშირთან და სწორედ ეს შეთანხმება გვაძლევდა ჩვენს შესაძლებლობას, რომ ეკონომიკურ სივრცეში უფრო მეტად ვინტეგრირებულიყავით ამ 10 წლის განმავლობაში და მეტი საფუძველი შეგვექმნა ამისთვის საკანონმდებლო კუთხით და არა მხოლოდ. და ეს აუცილებლად რომ ჩვენს კოლეგებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, ბუნებრივია ყველა არ არის ასე დეტალურად თქვა ჩახედილი ამ საქმეებში და ეს მნიშვნელოვანი ნამდვილად არგუმენტია, ვინაიდან საქართველოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ამ მიმართულებით, რასაც ქვია ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაცია ნამდვილად წინ დგას და გვაქვს რაღაც გასაზიარებელი შეიძლება ითქვას სხვებისთვისაც. გარდა ამისა, დღეს ახლა ძირითადად ჩვენ საუბრობთ პოლიტიკურ ასპექტებზე, ხა ვიცით რომ ცხრანაბიჯი ძირითადად პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ჩარჩოთი შემოიფარგლება და ნაკლებ საუბრობთ ეკონომიკაზე, თუმცა
ევროკავშირი პირველ რიგში ეკონომიკური კავშირია და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოემზადება საქართველო, როგორ იქნება მზად იმისათვის, რომ 4-ვე თავისუფლებით ვისარგებლოთ, რაც არის მთელი სილამაზე, ასე ვთქვათ, ევროკავშირის ერთიანი ბაზრის. და ამისთვის ბევრი რამ არის საჭირო, ხო, პირველ რიგში არის ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა, განვითარება იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ აი ამ ბაზარზე, სადაც მაღალ განვითარებული ქვეყნები არიან წარმოდგენილი, კონკურენტუნარიანები ვიყოთ, ხო, დღეს ბევრს საუბრობთ თუნდაც მიგრაციაზე, ვხედავთ, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალები ხშირად ამას რაღაც ნიშნის მოგებით საუბრობენ ამ საკითხებზე, ვთქვათ, შრომით მიგრაციაზე, რომელიც ნორმალური პროცესია, რომელიც გაიარა ყველა კანდიდატმა ქვეყანამ თუ ევროკავშირის ახალმა წევრმა ქვეყნებმა და ჩვენ დღეს ამაზე ვფიქრობთ და ამაზე ვმუშაობთ, რომ როგორ გაიაროს საქართველომ ევროკავშირის წევრობამდე ეს გზა იმგვარად, რომ ჩვენ არ დავკარგოთ ჩვენი მოქალაქეები. ის რაც მოხდა ვთქვათ ლატვიაში, ლიტვაში, რუმინეთში, ბულგარეთში და შევამციროთ ეს რისკები და სწორედ ამიტომ არის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა საინტერესო და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობენ თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნები, იმიტომ რომ მაგალითად გუშინაც და დღესაც განიხილებოდა თავად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უთანასწორობა და არათანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობები, რაც გავლენას ახდენს იგივე მოქალაქეების ასე ვთქვათ მოძრაობაზე ევროკავშირის შიგნით და არა მხოლოდ ბევრ ასპექტებზე. შესაბამისად, ჩვენთვის ეს არის საინტერესო, საყურადღებო და რა თქმა უნდა, ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მივაწვდინოთ სხვა ხმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და ინსტიტუტებს და გავაცნოთ ჩვენი ხედვები. გარდა იმისა, რომ რა შესაძლებლობები ეხსნება ევროკავშირს თავად საქართველოსთან ურთიერთობებით. კი ბატონო, თქვენ ახსენეთ ახლა 9 რეკომენდაცია, ხო, ეს რეკომენდაციები არის ის პუნქტები, რაც გასდევს ხომ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზა. ჩვენ კარგად გვახსოვს ის პერიოდი, რაც საქართველომ გაიარა არა თუ ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებიდან, არამედ განაცხადის წარდგენი და სტატუსის მიღებამდე. გვახსოვს ის პოლიტიკური ბატალიებიც, რაც ახლდა ამ პროცესს. პოლიტიკური ტემპერატურა მოსალოდნელია, რომ არც 2024 წელს იქნება დაბალი, თუნდაც საარჩევნო წლიდან გამომდინარე. მაგრამ როგორ ხედავთ თქვენ, აი რამდენად ამარტივებს მაინც ამ გზას ის ნდობა, რაც საქართველომ გასული წლის დეკემბერში მიიღო. კონდეს უნდა მოლოდინი, რომ მაგალითად 9 რეკომენდაციის შესრულების პროცესიც და შეფასებაც 12 რეკომენდაციასთან შედარებით ნაკლებად მტკივნეული პროცესი იქნება. ზოგადად ვხედავთ, რომ ახლა ჩვენ ქვეყანაში შიგნით შიდა პოლიტიკაში ევროკავშირის საკითხი, ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი საკმაოდ აქტიურად გამოიყენება და ვხედავთ ოპოზიცია როგორ ახდენს მაგალითად ამ საკითხის ინსტრუმენტად გამოყენებას პოლიტიკური ბრძოლისთვის. მიუხედავად კანდიდატის სტატუსის მიღებისა, არც ხდება ახალი, ასე ვთქვათ, სპეკულაციების მოფიქრება და ახალი, ვთქვათ, ვითომთ და პრობლემების წინაშე ქვეყნის დაყენება. ეს არის საკმაოდ რთული პროცესი, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. ეს არ არის ხანმოკლე პროცესი, ევროკავშირში გაწევრიანება და ამ ეტაპებში, ამ პროცესში ჩვენ ხან 9 რეკომენდაცია გვექნება შესასრულებელი და ნაბიჯები გადასადგმელი, ხან 10 და შეიძლება მეტიც. ეს არის ძალიან ისეთი პროცესი, რომელიც ყველაფერს მოიცავს, ყოვლის მომცველი პროცესია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ახლა 9 ნაბიჯს ახლა ჩვენ გამოცდილება გვაქვს, ხო, 12 რეკომენდაციის შესრულების და რა თქმა უნდა, იგივე ვთქვათ, მონდომებით და იგივე სულისკვეთებით 9 რეკომენდაციასაც შევასრულებთ ევროკავშირთან ურთიერთობებში და მე იმედი მაქვს, რომ როდესაც შეფასების მომენტი დადგება, შესაბამის შეფასებასაც მიიღებს საქართველო, რომ წინ წაიწიოს ევროკავშირთან ურთიერთობების გზაზე. მაგრამ ამას სჭირდება ინტენსიური კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, ევროკავშირის ინსტიტუტებთან, რა თქმა უნდა, ჩვენი ასე ვთქვათ, ძალისხმევა ამ ნაბიჯების სწორად შესრულების კუთხით და მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი, როდესაც შემდგომ გადაწყვეტილებამდე მივა, საქართველო ნამდვილად წაიწევს ასე ვთქვათ. სწორედ აი ამ კონტექსტის გათვალისწინებით საუბრის ბოლოს მინდა ვისაუბროთ იმაზე, რა დატვირთვას ატარებს გადაწყვეტილება, რომ ახალი პრემიერი პირველი ოფიციალური ვიზიტით სწორედ ბრიუსელში ჩავიდეს.
ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი გზავნილია თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის ევროკავშირთან ურთიერთობებს და რა არის საქართველოსთვის ევროკავშირი. ეს არის სწორედ ამის დადასტურება, რა ყურადღებასაც ჩვენ ვაქცევთ ევროკავშირთან ურთიერთობებს. მე ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა უმაღლეს დონეზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდეს შეხვედრები და განხილვები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ამ ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად და ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად პოზიტიური გზავნილია ევროკავშირის მხარისთვისაც, ვინაიდან აშკარად ადასტურებს ღიაობას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, პირადად პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ ჩაერთოს ამ პროცესებში უკვე პრემიერ-მინისტრის პოზიციიდან. ძალიან დიდი მადლობა. ბრიუსელიდან ქრონიკის კითხოს პირდაპირ ეთერში მაკა ბოჭორიშვილი პასუხობდა. ქრონიკა 5-ზე ამით დასრულებულია. დაელოდეთ დღის მთავარ გამოშვებას ზუსტად 8 საათზე. მიმდინარე სიახლეებს კი გაეცანით იმედი ნიუს ჯიზე. მე ხუჩაბათამდე გემშვიდობებით ნახვამდის.